საღამო მშვიდობის, მე ვარ ნინი, მე ვარ თეთე და ეს არის გზაში. გაიაკჭრა. როგორ თქვი? მე ვარ ნინი ქორიძე. მე ვარ თეთე ბერძენიშვილი. ფეხის ზომები იმედია საჭიროა რა. არა, 40. 26. 20 წლის ორივე. დიახ. თეატრალური სტუდენტები. დამატებული 2005 წელი. 24 ივლისს. 23 ნოემბერს. ჟილდოსანი. ლომი. და ვართ თეატრალური სტუდენტები. მესამე კურსის სამსახიობო სტუდენტები. მე ასე ვარ გპ-ის სტუდენტიც სამოქალაქო ინჟინერიაზე პირველ კურსზე და ძალიან მრავალფეროვანია ჩვენი ცხოვრება. მრავალმხრივ გამოყენებადი. მრავალფეროვანი გამოყენებადი, ამას მე უფრო და უფრო გავიგებთ. ეხლა რა ხდება აქ, რატო შევიკრიბეთ? რატო შევიყარეთ ღამის რომელი საათია? 4. კი, რატომ შევიყარეთ აქ? რატომ შევიყარეთ და გვინდა უბრალოდ ვისაუბროთ. და ჩვენი საუბარი გაგიზიაროთ თქვენს. კი. მეტი არაფერი. მეტი დიდად არაფერი. ვინ ვართ ერთმანეთისთვის? რა შვები? ეს დავთარი რატო ამოი? ჩემია პირადული. ჩემი ბლოკნოტია. დავთარი მაქვს. ალალად რა იცი. მოკლედ რომ ვიცოდეთ, აქ ჩავიხედები ერთი ოჩე. კაი. ვინ ვართ ერთმანეთისთვის? მე და თეთე. ყველაფერი, ჩვენი მეგობრობა ზოგადად და ნაცნობობა და საერთოდ ერთმანეთის გაცნობა უკავშირდება ისევ და ისევ თეატრს დიახ. ძველი წელთაღრიც. ძველი წელთაღრიც დღეს ორია. ძალიან ბევრი წელია. 10 არის. უეჭველი. კი, 10 არის. ოღონდ აი ის მომენტი არ გვაქვს რომ თქვათ რომ აი ნინი როდის გავიცანი გეტყვით რა არ მახსოვს როდის გავიცანით ერთმანეთს. ძალიან პატარები ვიყავით და დავიწყეთ ერთად დავდიოდით საბავშვო თეატრში და იქ გავიცანით ერთმანეთი. და ესე თეატრის სიყვარულით. როგორ თქვი? მერტა პატივის ჯამით. პატივის. ასე გადავწყვიტეთ რომ ვიყავთ ერთად. ხო, ანუ ეს ბავშვობაში როგორც არის რომ ყველა მეგობარია, ესე დავიწყეთ და მე უბრალოდ რაღაცები გადაფასდა, შევიცვალეთ, ვიღაცები დაგვჭდნენ, მაგრამ ჩვენ ესე ვაქვთ. გზაში, ჩვენ ისე გზაში ვართ. გზაში ვარ. აი, ესეთი რაღაცა გამოვიდა. რა ხდება ახლა აქ? მოდი ვისაუბროთ თვითონ პოდკასტზე. კი ბატონო. და საიდან წამოვიდა ეს იდეა? საიდან წამოვიდა იდეა? ზოგადად რაც ან ბავშვობაში ხო ყველას მქონია რომ აი მანქანა და ტრიფები და მეგობრებთან ერთად უნდა ვიარო და მუსიკები ჩართული და რაღაც აი ყოველთვის მაგას ვფიქრობდით რომ აი რო გავიზრდებით რაღაც ჯერ ხო ძალიან შორი მომავალი იყო რა. არასდროს ეგ. და მოვიდოდა გვეკო. ან მართლა და ყოველთვის ვფიქრობდით რომ აი ეს სიტუაცია უნდა ყოფილიყო. და რაღაცნაირად მივიწევდით მაგ ბიზნესკენ და რამდენი ვიკრიბებოდით სულ ვიდეოს ვიღებთ და სულ რაღაცაზე ვლაპარაკობთ და ვცდილობთ რომ ვიყოთ ინფლუენსერები და გადავწყვეტეთ რომ 2026 წლის რეზოლუციაში უნდა შევიყო ეს რომ ჩვენ ამას ვიწყებთ. ერთი თუთი, ესე არ ყოფილა ეს ამბავი. არა, ესე იყო ჩემს თვალში და ნინი მეორე მხარეს მოგვიყვება. მე მოვყევი ზოგადი. კი, გათენდა დილა და წინაპირობას TikTok ვიდეოს. სადაც არის ნახსენები რომ მეგობრება დაუხრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ მეგობრებთან ერთად პოდკასტი არ დაიწყო. ხო და მოდი დავიწყოთ და მოდი დავიწყოთ მეთქი. და ესე მართლა დავიწყეთ. შემთხვევით, მაგრამ დავიწყეთ და რაღაცნაირად ძალიან ამ გადმოსახედიდან ეხა ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ეს კუთხე რაღაც ჩვენი მგონია მარტო. არ ვიცი ვინმეს თუ აქვს. ანუ შეიძლება რა თქმა უნდა ვიღაცას ექნება. მაგრამ ის რომ ესე მანქანაში მოვსხედეთ. მანქანაშიც რატო? იმიტომ რომ ესეც რაღაცნაირად ჩემთვის ბავშვობაში იყო დიდური ოცნება, რომ აი ეს ჩემს მანქანაში მეგობრებთან ერთად ყოველთვის ეგრე წარმომედგინა. და რაღაცნაირად მივიღეთ. ეხლა ნელა ვისკულს მაგას. ხო. კაი, ჩემი დედას ფიცა ვარდო. სამომავლოდ ამ ადგილს დაიკავებენ სტუმრები. ეს გეგმაში არის. კი, ჩვენი მეგობრები, თქვენთვის ნაცნობი ადამიანები, საყვარელით შეიძლება ადამიანები. თქვენთვის სასურველი ადამიანებიც. ჩვენ შევეცდებით. თემებს რაც შეეხება, თქვენ შეგვიძლიათ გითხრათ. ნუ, ჩვენ ზოგადად გვიყვარს ლაპარაკი. კი, ამისთვის ვართ აქ. ამისთვის ვართ აქ. და ბევრიც გვაქვს სათქმელი. და
დაგვიდროვი დაიცა. ორი დაგვიდროვი. ბევრია იმისთვის რომ არ ილაპარაკო. კაი კაცო. ო. ხოდა მოკლედ ჩვენი თავარი კონცეფცია არის ის რომ ვილაპარაკოთ ყველაფერზე რაც აწუხებს ჩვენს თაობას. ასაკს ესე ვთქვათ. ნუ ხა პროფესორები არ ვართ ნამდვილად. არც ფსიქოლოგები არ ვართ, მაგრამ და ეგ ფორმატი გვექნება ყველაზე ნაკლებად, სადაც ვიღაცას არავის არ მოძღვრავთ. ხო, ზუსტად, არავის საერთოდ, უბრალოდ გაგიზიარებთ ჩვენსას. ნუ ანუ მე რო დეპრესია მქონდა, რატომ მქონდა და როგორ დავძლიე, ანუ ვერ დავძლიე. დეპრესია როდის ხოდა? დეპრესია. მაგას სხვა ვიდეოში. ხოდა და რატომაც უნდა უყუროთ ალბათ ამას? არის ეგ რომ გავერთოთ რა? ერთად გავერთოთ რაღაცა კარგი იუმორის გრძნობა ყავს გვერდით. არა, კარგი იუმორის გრძნობა თეთრს აქვს, მე მასხარა ვარ. მე კლოუნი. თუ რამეში დაგჭირდით? შევაწყვეთ ჩვენი Instagram გვერდი, სადაც ნახავთ ნინის highlights. ჩვენს ყველაფერს საერთოდ. და ესე ერთად, ანუ მაგ პრობლემებზე ხა ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, პრობლემებზე სიცილი და რაღაც მაგითი დაძლევა რაღაცების, ალბათ უფრო უკეთესია, ვიდრე თელი რაღაც ამბების მოყოლა ამ ყველაფერზე. ამიტომ ერთად ვიცინოთ, ერთად გავაკეთოთ, ერთად ვაკეთოთ. დეპრესია მქონდა არ მოგიყვებით. დეპრესია მქონდა და იმის ნაცვლად რომ ფსიქოლოგთან წავსულიყავი, ჯიმის აბონემენტი ავიღებ და ძალიან ბედნიერი ვარ. დიკაპრიოსთან საკაჭავს. ჩვენი პირველი ვიდეო თუ გაქვთ ვინმეს ნანახი უყურეთ. აი, გავამეორებ იმ კადრს. ჭრას, ესე ვთქვათ. კარგი. აქ რა ხდება ახლა? აქ ანუ არც არაფერი ეს ამბავი გამოვა, არ გამოვა. ჩვენსაც ჯავდებთ. ჩვენსაც ვიზრუნებთ. აი, რაღაც დიდი გეგმა არ აქვს ამ ყველაფერს. უბრალოდ ვაკეთებთ და YouTube-იც ჩვენთვის ძალიან ახალია და ზოგადად სოციალურ ქსელებში რაღაცის კეთება ჩვენთვის არის უახლესი. Oh, I fall in love. No doubt you look so fine. Whoa, girl, I wanna make you mine. Yeah, come on. არაფერი ეხლა ვცდილობთ გავიგოთ როგორ ვაედიტოთ, როგორ გავაკეთოთ პოსტერები. რა როგორ გავაკეთოთ? პოსტერები. Instagram-ზე რო გიდებ ხოლმე. მაგაში თეთრ ყავს. აი, ბადალი არ აყავს მართლა. არც სპონსორი ყავს, არც არაფერი, მაგრამ არაფერი საერთოდ. არაფერი არ აქვს, მაგრამ ვიზრუნებთ ყველაფერზე. ყველაფერი ყველაფერი წინ გვაქვს. ყველაფერი იქნება ეს ჩვენი გაცნობითი გადაცემა. და ვისთვის არის ჩვენი პოდკასტი? მოდი ამაზე რომ ვილაპარაკოთ. დავაი. ვისთვის არის და ჩვენი თაობის რა, ჩვენები. პირველ რიგში ჩვენი მეგობრებისთვის. ხო, ამ ეტაპზე. რომლებიც ძალიან ელოდებიან იმას, რომ YouTube-ზე ჩვენი 40 წუთიანი ლაპარაკი მოისმინონ. და მადლობა მეგობრებო, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ელოდება. აი ეს რო იცი ხოლმე ბევრი შემომეხმაურება. მართლა ბევრი გვეხმაურება. რაში გჭირდება ეხლა ესე, მაგრამ ხო ეგრეა. კი. და როგორც ჩემ გათხოვების თემას მოყვა. არასწორად გაიგო ბევრმა ადამიანმა ჩემი ეს უკი რომელიც Instagram-ში ჭირდება. უბრალოდ. ვიღაც კაცმა დაგმოძღვრა კიდევაც რომ გაითხოვდით მეგობრებო. არ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ეგ კაცი უყურებს. უყურებს კი არა? ვიცი რა, კი არ ბავშვს. არა, მე მგონი სახელის და გვარის გაფეზრება. არა, არ გავაბაზრებ. მაგრამ ჩვენი მეგობრებიც, რომლებიც ძალიან ელოდებიან და კიდევ ბევრი ადამიანი, რომელსაც იქნებ დაეხმაროს ჩვენი ეს ნალაპარაკები. არის კი. კი. იმიტომ რომ თუ ვიღაცას გონია რომ რაღაცა ბევრი გამოცდილება გვაქვს ისე, რაც შეიძლება გავაზიაროთ, მოდი მართლა აღიაროთ, იმიტომ რომ ნუ მინიმუმ თეატრალურისთვის იქნება იმას რაღაც აინტერესებდეს. შეგვიძლია გაგიზიაროთ და დაგეხმაროთ. აბიტურიენტებს შეგვიძლია დაგეხმაროთ, იმიტომ რომ ორჯერ ჩავაბარე მე რომ. ერთი ქალი იყო ძალიან კარგი, რომელსაც უნდა და წვიმა. თუ ვიღაცას აქვს ის რომ პრობლემად მიაჩნია რომ არეულია ამ ასაკში. მეგობრებო, აბა კიდე ორი ქალია, ვინც არეულია ამ ასაკში, ამიტომ არ არის პრობლემა. მინიმუმ ორი ადამიანი თქვენს გვერდით არის, ვინც არ იცის რას აკეთებს. კი. და გავარკვევთ. არა უშავს, გავარკვევთ, იქნება რაღაცა.
მაგარი ორი სიტყვა, ჩემ ფავორიტი ორი იქნება რა. კი. და მოდი მაინც მოგწერეთ ხოლმე რაზე, იმიტომ რომ ანუ გასაგებია რომ ჩვენ ბევრი ლაპარაკი გვინდა, მაგრამ ძალიან რთულია დაალაგო იდეოს თემატიკა რაზე ილაპარაკო. კი მithumetes რომ პლუს საინტერესო იყოს თან. და თან ჩვენთვისაც უფრო საინტერესო იქნება, იმიტომ რომ გავიგებთ რა გაინტერესებთ. აი, კი. სულ